მოგესალმებით, ჩემს უწესებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ჩემთან ერთად ხართ. ვინც გამოიწერა არხი, ვინც მილაიქებს, მიკომენტარებს, განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ჩემ კარგებო. და მოდი ვნახოთ ახლა ასეთი თემა, სასიყვარულო სამკუთხედში ვინც იმყოფებით. ნამდვილად ვინც იცით, რომ თქვენ ან თქვენი პარტნიორი სასიყვარულო სამკუთხედში ხართ, ეს გაშლა იქნება თქვენთვის, ჩემს უწესებო და ვნახოთ რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე და თქვენი მეტოქის მიმართ რას ფიქრობს და რას უნდა ელოდეთ თქვენი პარტნიორისგან უახლოეს პერიოდში, ჩაიფიქრეთ თავად პერიოდი, რას უნდა ელოდოთ და როგორ განვითარდება თქვენ შორის ურთიერთობა, ხო? ანუ ნახოთ, ურთიერთობის სიგნიფიკაცია თავდაპირველად რომელთაც რამდენად თქვენია ეს გაშლა. არ გვექნება ვარიანტი, გვექნება მხოლოდ ურთიერთობის სიგნიფიკაცია და ამის მიხედვით მიხვდებით რამდენად თქვენია სიტუაცია და ეს გაშლა. მაშინ ასე როგორი ამჟამად ურთიერთობა თქვენ შორის, ვინც ამ გაშლას უყურებთ, ესე იგი სასიყვარულო სამკუთხედზეა აქ ჩემს უფასებო ლაპარაკი. როგორია ურთიერთობა ამ მომენტში თქვენს შორის? როგორია ურთიერთობა ამ მომენტში თქვენს შორის? როგორია ურთიერთობა ამ მომენტში თქვენს შორის? და მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია ამ მომენტში აღარ გაქვთ ურთიერთობა, არის რაღაც ბლოკები, წინააღმდეგობა და შესაძლებელია ფიქრი და ოცნება იმაზე, რომ რაღაც იმედიანად უყურებთ, თითქოს იმედი იმის, რომ პიროვნება რაღაცას ურთიერთობაში დაბრუნდება, ან რაღაცას ისეთს მოიმოქმედებს, რომ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს. ყოველ შემთხვევაში აქ მე ვერ ვხედავ იმას, რომ ამ მომენტში თქვენ შორის იყოს ურთიერთობა, არის რაღაც ბლოკები, წინააღმდეგობა, რაც არ გაძლევთ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ურთიერთობის საშუალებას, არის წინააღმდეგობები ძალიან ბევრი, ხო, ძალიან ბევრი. შესაძლებელია აქ იყოს შინაგანი ბლოკების შემოძვრფასება, თუმცა არის იმედი და რწმენა იმის, რომ რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ, რაღაც ნაბიჯი გადმოითქმება ხო პარტნიორის მხრიდან. ასეთია ამ მომენტში თქვენ შორის ურთიერთობა, ანუ აქ მე არ მიჩვენებს იმას, რომ ურთიერთობა განვითარებულია და არის შეხვედრები ან ისეთი რაღაც, აქ ურთიერთობაში რაღაც პრობლემებს და ბლოკებს მიჩვენებს და ამ მომენტში შესაძლებელია დაბლოკილიც ხართ, ხო, ან თქვენ გყავთ დაბლოკილი, ერთი სიტყვით აი ასეთი ურთიერთობა, მაგრამ აქ არის მიჯაჭულობა, აქ არის ვნება და შინაგანი ცეცხლი, რომელსაც აი ტოლვა, რომელიც არ გაძლევთ მოსვენებას, ხო? თუმცა შეიძლება იმასაც ხვდებით, რომ აქ პიროვნება, ვისაც ფიქრობთ, არის, როგორ გითხრათ, იცით, შეიძლება მისი მხრიდან რაღაც ძალიან დიდი ტყუილი და იმედგაცრუება ნახეთ, ან შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს სიტუაცია ისეთი, რომ პიროვნება ისე წავიდა ურთიერთობიდან, რადგან დასტის ფონად მაქვს რვიანი თასი. ისე წავიდა ურთიერთობიდან, ისე გაიპარა, რომ თქვენ აზრზეც ვერ მოხვედით, ხო, რა იყო თქვენ შორის, ან რატომ მიზეზიც ვერ გაიგეთ, შეიძლება რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა შესაძლებელია იყო ძალიან დიდი ლტოლვა და ახლაც არის და მიჯაჭულობა და ეს ფიქრები, მუდმივი ფიქრები პარტნიორზე. მოდი ვნახოთ, თუ გეცნოთ საკუთარი თავი, საკუთარი სიტუაცია. მაშინ გააგრძელებთ ყურება შემოძვრფასება და ვნახოთ პიროვნების ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. მე გავაკეთებ ორ ასე ვთქვათ, სტოლბებად, ასე ვთქვათ, ორ მხარეთ თქვენს მიმართ და თქვენი მოწინააღმდეგის მიმართ, ხო? დავალაგებ არკანებს და შემდეგ დავიკითხოთ. ჩემს უწესებო ძალიან მინდა ხოლმე რომ იყოს კარგი გაშლა და მედიანი, ასე ვთქვათ, მაგრამ რასაც ვიჩვენებს კარტი, იმას გავაჟღერებ და თუ თქვენ რაიმე სხვა მოლოდინები გაქვთ, თავს ნუ მოითხოვებთ. რეალურად შეაფასეთ სიტუაცია და ის, რასაც გავაჟღერებ, კარგად დაფიქრდით. და ისე გადაწყვიტეთ და ისე იმოქმედეთ, ხო? რა თქვა მე ხშირად რომ რაღაცნაირად თითქოს იმედი გინდათ არის სურვილი, რომ რაღაც კარგი happy end-ით დასრულდეს ყველაფერი, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ნახოთ, რას გვიჩვენებს ამ შემთხვევაში კარტი, მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა იყოთ იმ სიმართლის მისაღებად მზად, რა სიმართლესაც წააწყდებით თქვენ ცხოვრებაში, არ უნდა მოიტყუოთ თავი. აი ეს მინდა გითხრათ, სანამ მე დავალაგებ არკანებს და ვნახოთ ახლა რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. ან როგორ განვითარდება თქვენ შორის ურთიერთობა, აი ეს განვიხილოთ, ხო, ეს პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ. მაშინ რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება,
თქვენს მიმართ, რას გრძნობს თქვენს მიმართ და როგორ განვითარდება ჩაფიქრებულ პერიოდში თქვენ შორის ურთიერთობა. აი ასე იყოს. შემდეგ მეორე მხარეს აქეთკენ დავალაგოთ. თქვენს მეტოქეზე რას ფიქრობს, რა გრძნობა აქვს თქვენი მეტოქის მიმართ და მასთან როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენი პარტნიორის და მას შორის ურთიერთობა როგორ განვითარდება. აი ასე. მე რჩევას არ ამოვიღებ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა შეიძლება ბოლოს დავამატო რჩევა თქვენთვის. რჩევა ჩემი მაყურებლისთვის, ხო? მაშ დავიწყოთ. მე გადავდებ იქითკენ მეტოქის არკანებს და ვნახოთ თქვენ, ანუ მისი ფიქრი სამიანი ხმალი ამოვიდა, ნახეთ. სამიანი ხმალი, ესე იგი, როგორც წეღან სიგნიფიკაციაში ამოვიდა, როგორც ჯას თქვენ შორის ამ მომენტში არ არის ხო ურთიერთობა და არის რაღაც დაბრკოლებები, მაგრამ შესაძლებელია ისეთი ძალიან გულის ტკივილით დაშორდით ერთმანეთს, ხო? აქ იყო შეიძლება სიტყვიერი რაღაც გულის, ანუ სიტყვიერი წენა ერთმანეთის მიმართ, რაღაც გამოთქმული ისეთი სიტყვები, რომლებმაც ძალიან დიდი ტკივილი დატოვა გულში. აქ არის უკვე ჩავლილია ოღონდ ეს პერიოდი, თუმცა ჭრილობები ჯერ კიდევ ღიაა და ჯერ კიდევ არის ასე ვთქვათ მოუშუშებელი, ძალიან დიდი გულის ტკივილი აქ ფიქრობს იმას, რომ სასიყვარულო სამკუთხედია, ხო? ნახეთ როგორი მომენტია, მე ამოვიღე კიდევ ორი არკანი, რაინდი, თასის და მცხრიანი კვერთხი, შესაძლებელია ძალიან დიდი გულის ტკივილი აქვს, მაგრამ პიროვნება ელოდება, მოლოდინშია თითქოს იმის, რომ რაღაც, არ ვიცი, ან თქვენ აპატიოდ, ან რაღაც ნაბიჯი გადაკვლა მოლოდინშია პიროვნება. რა თქმა უნდა, მცხრიანი კვერთხი ეს არის წარსულში დაშვებული რაღაც შეცდომებს როცა იაზრებს ადამიანი და ცდილობს, რომ გავლებული აქვს სხვა, რომ აღარ დაუშვებს, ხო, რაღაც თავის ბარიერები, თავის დაცვას ცდილობს, ხო, თავის დაცვას ცდილობს იმ ტკივილისგან და იმ ჭრილობისგან, რაც მან გადაიტანა. არ იყო მისთვის ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, ის ტკივილი ადვილი გადასატანი, შესაძლებელია თქვენთვისაც არ იყო, მაგრამ პიროვნებამ ძალიან განიცადა რაღაც თქვენთან ურთიერთობაში და დღემდე აქვს გრძნობა, თუმცა ცხრიანი კი არა და რაინდი თასის აქვს კვლავ გრძნობა, თუმცა ფიქრობს, რომ რაღაც წარსულის შეცდომას აღარ დაუშვებს, ხო, აღარ გაიმეორებს იმას, რაც წარსულში შეცდომა დაუშვა. შესაძლებელია აქვს მოლოდინი იმის, რომ რაღაც შეიცვლება თქვენი მხრიდან რაღაც ნაბიჯი გადაიდგმება, ხო, თითქოს აი მოლოდინის ასე ვთქვათ მომენტში, ხო, რაღაცას ელოდება, დაძაბული ელოდება, თუმცა ჭრილობები ჯერ კიდევ და ის რაღაც რა შეცდომაც დაუშვა პიროვნებამ ჯერ კიდევ მოუშუშებელია მისთვის თქვენთან მიმართებაში, ჩემო ძვირფასებო. შესაძლებელია ფიქრობს იმას, რომ ძნელია მისთვის, არ ვიცი, ნახოთ შემდეგ იქით მეორე მხარეს რა ხდება, მაგრამ მოდი ვნახოთ გრძნობა თქვენს მიმართ როგორი აქვს. თქვენს მის მიმართ ნახეთ იმპერატრიცა, გრძნობა, ძალიან დიდი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, თქვენ მისთვის ძვირფასი ხართ, მისთვის ნომერ პირველი პიროვნება ხართ, ვისთანაც წარმოუდგენია თავი მშვიდად, ანუ თქვენ მისთვის ხართ, როგორ გითხრათ, წარმოუდგენია თავისი შვილების დედა და ასე შემდეგ. ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ, თუმცა არის რაღაც გაურკვევლობა და ბურუსი. 7-იანი თასი ამოვიდა, ხო, ჯერ კიდევ არის, ნახეთ, ჯერ კიდევ არის რაღაც ბურუსიდან ვერ გამოსულა. შესაძლებელია რაღაც არჩევანს ვერ აკეთებს, რაღაც გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ხო? 7-იანი თასი ამოვიდა და 10-იანი თასი. ანუ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ, როგორც ოჯახი ესე ხართ, თუმცა არის რაღაც მომენტი, რაშიაც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, ხო? არის რაღაც ბურუსით მოცული მისი ემოციები, ემოციურად რაღაც გაურკვევლობაში ერთი სიტყვით. ვერ გადმოსცემს რას გრძნობს. კი ბატონო, ძვირფასი ხართ, გრძნობა აქვს, მაგრამ არის რაღაც მომენტი, რა გადაწყვეტილებასაც შეიძლება ვერ იღებს, ხო? რაღაც არჩევანის მომენტი უჭირს და რაღაც გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ნახოთ მოქმედება და ურთიერთობის განვითარება, ხო, ანუ პერსპექტივაში აქ მე 8-იანი თასი ამოვიდა, შესაძლებელია იყოს მომენტი,
როგორი მომენტი იცით თქვენს ურთიერთობაში პიროვნება წავიდეს, დაბრუნდეს, აი ცვალებადი ურთიერთობა, პერიოდული ურთიერთობა. აქ მე არ მიჩვენებს იმას, რომ აი სტაბილურად რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს. პიროვნება თქვენთან მიმართებაში იქნება ცვალებადი. შესაძლებელია რაღაც პერიოდი შემოbrunდეს, დაბრუნდეს, შესაძლებელია წავიდეს ურთიერთობიდან, აი ესეთი ურთიერთობა აქ შემოზუფასებო თქვენთან მიმართებაში. მოდით ნახოთ ახლა თქვენს მოწინააღმდეგესთან რა ხდება, რას ფიქრობს თქვენს მოწინააღმდეგეზე ჩაფიქრებულ ქურუმი ქალი ამოვიდა. ქურუმი ქალი ბევრი რამ არის გაურკვეველი, შესაძლებელია არ ვიცი მე რომელი მხარე მიყურებს, მაგრამ ქურუმი ქალი ეს საიდუმლო ქალსაც ნიშნავს და შესაძლებელია ბევრი რამე არის მეორე მხარეს ურთიერთობაში დაფარული, ხო? შესაძლებელია იყოს რაღაც ზეგავლენები, რაღაც არ გამოვრიცხავ, რაღაც მაგიური ჩარევებიც იყოს და ბევრი რამ არის ბოროსით მოცული, თუმცა გაურკვეველი, ხო? ანუ გაურკვეველი და საიდუმლოდ მოცული, ასე ვთქვათ. დავაზუსტებ ქურუმ ქალს. რა შეიძლება იყოს ქურუმ ქალში? რას ფიქრობს? თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მოწინააღმდეგეზე, მესამე მხარეზე. ჩემო ძვირფასებო, აი როგორი მომენტია, იცით, შესაძლებელია აქაც იყოს რაღაც ფიქრი ყველა შემთხვევაში ჯერჯერობით რაღაც აი როგორ გითხრათ, იცით, განახლება ურთიერთობის იყოს, თუმცა ჯერჯერობით ეს მომენტი არის დაფარული, არის რაღაც აქ შესაძლებელია მეორე მხარეს იყოს რაღაც ჩარევა, არ ვიცი, ზეგავლენა, იმიტომ სამიანი პენტაკლი ამოვიდა. მე ახლა სხვა რაღაც მაგიურ ზემოქმედებს რაღაც სხვანაირი სჭირდება დიაგნოსტიკა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჯერჯერობით მეორე მხარესთან არის რაღაც ბორუსით მოცული, თუმცა არის მუშაობა და რაღაც განახლების მცდელობა, ასე ვთქვათ, ხო? განახლების მცდელობა ურთიერთობის. მოდი ვნახოთ გრძნობა, აქ გრძნობა, 6-იანი ხმალი ამოვიდა. 6-იანი ხმალი, იცით როგორი მომენტია აქ? ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, გრძნობა არის პიროვნება ცდილობს, აი აქაც გაურკვევლობაში, ხო, ჯერჯერობით გაურკვევლობაში თქვენი პარტნიორი ჯერჯერობით ცდილობს რაღაც არჩევანის გაკეთებას და აქ დასრულებულ გრძნობას და დასრულებულ რაღაც ეტაპს მიჩვენებს. თუმცა არის მცდელობა გრძნობაში გარკვევის, მაგრამ გრძნობა ვფიქრობ აქ ესეც რაღაცნაირად დასრულდება, აი არ მიჩვენებს აქ შემკარგებო იმას, რომ პიროვნება ვფიქრობ, რომ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენი პარტნიორი მესამე პირის მიმართ უკვე დასრულებული გრძნობა აქვს, დასრულებული გრძნობა. ყველაფერი გაირკვევა, თუ ჯერ არ არის გარკვეული, ხო? აქ პიროვნებას აღარ სურს რაღაცნაირად თავისი ვფიქრობ, რომ არჩევანს გააკეთებს აქ პიროვნება. მოდი მოქმედება ვნახოთ, მოქმედება. ჩაფიქრებულ პერიოდში, იცით როგორი მომენტია, ორიანი პენტაკლი აქ ვერ გადაუწყვეტია ჯერ კიდევ, ძალიან ბევრს მერყეობს. შეყვარებულების არკანიც ამოვიდა და ანუ აქ ძალიან დიდი როგორ გითხრათ, იცით, შესაძლებელია არის პიროვნებაზე აქ მეორე მხარეს რაღაც ურთიერთობაში კონფლიქტი, რაღაც დაძაბულობა, რამაც შეიძლება დაასრულოს ეს ურთიერთობა და პიროვნებამ საბოლოოდ მოდი ორიანი პენტაკლი დავაზუსტოთ. პიროვნება ძალიან ბევრს მერყეობს და ვერ გადაუწყვეტია ჯერ კიდევ არის მერყეობის პროცესში, ხო, მოერგოს სიტუაციას და იქაც იყოს, აქაც იყოს, რაღაცნაირად აი ესეთ ორ თამაშს თამაშობს, მაგრამ ფაქტია, რომ პიროვნება იქ მეორე მხარეს კოშკი ამოვიდა, რაღაც დასრულებულ სიტუაციას მიშენებს, კიდევ აქ ამოვიდა სამყაროს არკანი. ხო, ну აქ ვფიქრობ, რომ პიროვნება საბოლოოდ გადაწყვეტს ურთიერთობიდან წასვლას. ნახეთ, ხუთიანი ან ორიანი პენტაკლი დავაზუსტე, ამოვიდა ხუთიანი ხმალი და ტულზი ხმალი, რაც იმას მიმანიშნებს, რომ პიროვნება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაასრულოს ურთიერთობა, ურთიერთობიდან წავიდეს. იმიტომ რომ აქ აღარ არის უკვე გრძნობა, ახალი რაღაც გრძნობა, რომელიც სხვაგან, ასე ვთქვათ,
სხვაგან ფიქრობს, თქვენთან ფიქრობ, რომ თქვენთან აქვს დაბრუნების სურვილი, დაბრუნების მცდელობა. მოლოდინში აქ შესაძლებელია ერთ რამეს დავაზუსტებ, მე არ ვიცი რომელი მხარე უყურებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე მხარეს მიიღებს გადაწყვეტილებას დაუსვას წერტილი, დაუსვას დიდი წერტილი იმ ურთიერთობას, რომელიც მისთვის შეიძლება კოშკით დასრულდეს, ჩემი უფასება, ხო? ჯერჯერობით, თუმცა არის რაღაც ბორუსი აქვს და გაურკვევლობა, თუმცა ძალიან მალე ცხადად მიხვდება ამ ყველაფერს და ანუ არჩევანს გააკეთებს. მე ერთი წუთით მაინტერესებს აქ და მეორე თქვენს მხარეზე დავაზუსტო 7-იანი თასი, ახლას მიგვანიშნებს 7-იანი თასი. ნუ აი ნახეთ 7-იანი თასი, მე დავაზუსტე 7-იანი თასი 2-იანი თასით დაზუსტა. იცით როგორი მომენტია, თქვენს მხარეს ჯერჯერობით სიგნიფიკაცია გამეორდა, ჯერჯერობით პიროვნებას გაურკვევლობაშია თქვენთან მიმართებაში, თქვენ მისთვის ძვირფასი ხართ, როგორც იმპერატრიცა ისე ამოხვედით, როგორც მისი ოჯახი ისე ამოხვედით, ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, თუმცა შესაძლებელია რაღაც საკითხში არ აქვს სურათი სრულად დანახული, ან არჩევანი გაკეთებული, ან შესაძლებელია გაურკვევლობაშია თქვენ მისგან, ანუ თქვენგან ექნება შემხვედრი ნაბიჯი თუ არ ექნება, აი ეს მომენტი შეიძლება გქონდეს მას კითხვის ნიშნები, აწუხებდეს აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ანუ თქვენ რამდენად მიიღებთ თქვათ მას, ხო? რამდენად შეიძლება ასე ვთქვათ, თანახმა იყოთ იმის, რომ თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს, აი ეს მომენტი აქვს ჩემი უფასება. ნუ ასეთი იყო დღევანდელი გაშლა. მოდი მე გავაკეთებ რჩევას ვიკითხავ თქვენთვის. რჩევა თქვენთვის ტაროსგან. რა უნდა მოიმოქმედოთ, ან რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, ან როგორ აჯობებს თქვენთვის, რომ მოიქცეთ აღნიშნულ სიტუაციაში, ხო? იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ამჟამად იმყოფებით, რჩევა თქვენთვის სამყაროსგან იმ სიტუაციასთან მიმართებაში, რა სიტუაციაშიც იმყოფებით, ხო, ამ მომენტისთვის. რჩევა თქვენთვის სამყაროსგან იმ სიტუაციასთან მიმართებაში, რა სიტუაციაშიც ამჟამად იმყოფებით, რჩევა თქვენთვის ერთი არკანით. სამიანი ხმალი ამოვიდა, ნახეთ. სამიანი ხმალი დასტის ფონად მაქვს მზის არკანი და მთვარის არკანი. ნუ რჩევა რა არის? რჩევა რა შეიძლება იყოს? ის გულის ტკენა, რომელიც შეიძლება ამ მომენტში ჭრილობები კიდევ გაქვთ და ძალიან გული ვტკივათ, მაგრამ ძალიან ბევრი რამე, ძალიან ბევრი დაფარული სიტუაცია გაცხადდება, ძალიან ბევრ რამეს ნათელი მოეფინება და თქვენ ეს გულის ტკივილი არ უნდა იცხოვროთ აი ამ მუდმივი გულის ტკივილით, ხო? ანუ დასტის ფონად, დასტის ძირზე მქონდეს მზის არკანი, ასე ვთქვათ, გაატანეთ ყველაფერი ღამეს და იმედით შეხვდით მომავალს, ხო? ანუ ყოველი ღამის შემდეგ მოდის განთიადი, ხო? თენდება ყოველი უკუნითი ღამის შემდეგ მოდის განთიადი და მოდის სინათლე, ანუ შემოუშვით სინათლე თქვენს გულში და მოიცხოვროთ მუდმივად გულის ტკივილით. დაასრულეთ ეს გულის ტკივილი, ეს ტკივილი წარსულს გაატანეთ ერთი სიტყვით. ეს უბრალოდ თქვენი გაკვეთილია, რომელიც უნდა გამოგეებლოთ და რომელიც უნდა გესწავლათ. როგორც გაკვეთილი, ისე მიიღეთ. ის რაც გამოიარეთ, ჩემს უფასებო და ბედნიერ, ასე ვთქვათ, დანათელ მომავალს გისურვებთ. ასეთი იყო დღევანდელი გაშლა, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის, ნუ დაიზარებთ კომენტარების წერას და კიდევ მადლობა მათ, ვისაც არ ეზარება და მიწერს კომენტარებს გაშლის ქვეშ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია და ეს არის ენერგიების გაცვლა, ჩემს უფასებო, მადლობა და ნახვამდის.